პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. მიზანი საჯარო ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის სამეცნიერო და პრაქტიკული ასპექტების განხილვა და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა განვითარება. ფორუმში საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციების თავმჯდომარები, საქართველოს საჯარო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო მკვლევარები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები და სადოქტორო კვლევების ავტორები წარმოგვიდგენენ მათ მოსაზრებებს, გამოცდილებას და კვლევების შედეგებს, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდება უკვე ფართო საზოგადოებისთვის. თქვენ იცით, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაცია შეუერთდა ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფედერაციას და ჩვენი მიზანია ეროვნული ასოციაციების გაძლიერება. ეს ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები გაცვალონ. ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა. ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, უშუალოდ მონაწილეობას და ერთ-ერთი მოხსენებელი გახლავთ ევროპის ფედერაციის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის კვლევითი ასპექტებიც, რომელიც ასე ვთქვათ, წარმოაჩენს ამ მიმართულებით მიმდინარე ტენდენციებს და საჭიროებებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს რეალობისთვის მაინც სიახლეს წარმოადგენს მიუხედავად კანონმდებლობის არსებობისა. ფორუმის მთავარი დანიშნულება, როგორც ახლა ტარდება, არის ის, რომ ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს გვაერთიანებს და გვეძლება შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიაროთ კონკრეტული кейსების გადაჭრის გზები.